ამ ეტაპზე ირლანდიაში რაც არ უნდა ხდებოდეს, აღარაფერი მაყურებს. ჩვენ ძალიან დიდი პრო-პალესტინური აქტივისტების ჯგუფი გვყავს. ისინი უფრო ისრაელის მოძულეები არიან, ვიდრე პრო-პალესტინელები. იმიტომ რომ მათი მიზანი არ არის ისრაელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარება, ან საერთოდ რაიმე კონფლიქტის მოგვარება, რომელიც მშვიდობას მოიტანს, მათი მიზანი ისრაელის არსებობის შეწყვეტა. ისინი BDS-ის კამპანიას აწარმოებენ. ისინი მუდმივად დემონიზებენ ისრაელის სახელმწიფოს. და ისინი აქაც აგრძელებენ კამპანიას. თითქოს ისრაელ-ღაზის ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ისრაელს განმეორებით ადანაშაულებენ გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში. ეს უბრალოდ არასოდეს ჩერდება. ჩვენ გვაქვს ყოველკვირეული დემონსტრაციები შაბათ-კვირას ამ ქვეყანაში, სადაც იგივე ჯგუფები მონაწილეობენ და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის. და ჯგუფი ირლანდიური სპორტი პალესტინისთვის ორგანიზაცია ირლანდია-პალესტინის სოლიდარობის კამპანიის ქვეჯგუფია. ისინი დიდი ხანია არსებობენ. ჯგუფი ირლანდიური სპორტი პალესტინისთვის, როგორც ქვეჯგუფი, მიზანში იღებს ყველაფერს, რაც ისრაელს ეხება ან მასთანაა დაკავშირებული. ეს მხოლოდ ისრაელის მთავრობას არ ეხება, ეს ეხება თითოეული ისრაელის დემონიზაციას და ყველაფრის მიზანში ამოღებას. მისი მიზანში ამოღება შეუძლია. და სამწუხაროდ ეს გავლენას ახდენს ირლანდიელი ხალხის ფსიქიკაზე. ეს ორი მატჩი ისრაელი ირლანდიის წინააღმდეგ სექტემბრის ბოლოს და შემდეგ ირლანდია ისრაელის წინააღმდეგ 4 ოქტომბერს ახლა კამპანიის მთავარი წერტილები გახდა. დუბლინში ფერბურთის მატჩებზე მიმდინარეობს კამპანიას სახელწოდებით შეაჩერე მატჩი. მატჩების დროს მზადდება ბანერები, რომლებიც ითხოვენ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ბოიკოტი გამოუცხადოს ამ მატჩებს. მანამდე ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ მისცა ხმა, რომ ეთხოვათ UEFA-სთვის გამოეყვანათ ყველა ისრაელის საფეხბურთო გუნდი და ასევე ისრაელის ეროვნული გუნდი ევროპის შეჯიბრებებიდან. ეს წინ ვერ წავიდა, მაგრამ ეს არის გაგრძელებული და მიზანმიმართული დემონიზაციის კამპანია. და ვერ ვიტყვი, რომ გაპირვებული ვარ, რადგან ეს ახლა ირლანდიური საზოგადოების ყველა ასპექტს წამლავს. მინდა გავიგო უბრალოდ ცნობის მოყარეობის გამო, როცა მსოფლიოში ამდენი ეკონომიკური პრობლემა და სხვა სირთულეა, რასთანაც ყველა ქვეყანასა და მის მოქალაქეებს უწევთ გამკლავება, რატომ არიან ისინი ასე შეპყრობილები ისრაელით? მაგალითად, ოჯახისთვის საჭმლის შოვნაზე რა სიტყვით? ეს ახლა სექტად იქცა. ეს გასცდა პოლიტიკურ კამპანიას გარკვეულ სოციალურ წრეებში. მხოლოდ მაშინ გიღებენ, თუ ისრაელის მოძულე ხარ. ამან დაინფიცირა ირლანდიის ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის 90%. და ჩვენს პარლამენტში, დოილში, ნარატივი მთლიანად ოპოზიციის მხრიდან ანტიისრაელურია. და რა თქმა უნდა, ირლანდიის მთავრობამ ბოლო 2 წლისა და ნახევრის განმავლობაში 7 ოქტომბრის შემდეგ წამქეზებლური და ტოქსიკური რიტორიკით ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანა. ეს არალოგიკურია. ეს თითქმის რელიგიურ წმენის სისტემად იქცა. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ადამიანები ირლანდიაში, რომლებიც ჩემი აზრით თავიანთ ეგზისტენციალურ სიცარიელეს ავსებენ. ეხლა როცა ადამიანები ნაკლებად რელიგიურები არიან, ისინი იღებენ ახალ ანტიისრაელურ რელიგიას, რომელიც პრო-პალესტინურად აღიქმება. მაგრამ სინამდვილეში რაც მათ გააკეთეს და კვლავაც გამუდმებით აკეთებენ, არის ჰამასის ნარატივის მიღება და მისით გატაცება. ამ მატჩების ბოიკოტის კამპანიაში ჩართული წამყვანი პირებიდან ზოგიერთი იყო ის ადამიანები, რომლებმაც 7 ოქტომბერს სოციალურ მედიაში იზეიმეს სისასტიკეები, ხოცვა ჟლეტა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურებები. ვაუ, რომლებიც ისრაელში ხორციელდებოდა. და მას შემდეგ რაც მათ მეტი გაიგეს იმ დღეს მომხდარის შესახებ, უბრალოდ კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ეს ყველაფერი ლეგიტიმურ წინააღმდეგობად წარმოაჩინეს. ვაუ. მეშინია რომ სწორედ ასეთ მენტალიტეტთან გაქვს საქმე. ირლანდიის მთავრობამ და ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ჯერჯერობით და ხასუსამ ჯერჯერობით მიიჩნიეს, რომ მატჩები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ასოციაციამ ეს პოზიცია იძულებით დაიკავა, რადგან ეშინია, რომ UEFA დააჯარიმებს ან თავადვე გამორიცხავს საერთაშორისო შეჯიბრებიდან. ირლანდიის მთავრობა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ამ ჯგუფებს უთმობს და თვალს ხუჭავს მათ
ტოქსიკურ და ანტისემიტურ ნარატივზე. ეხლა ცოტა ზეწოლას გძნობს, რადგან შეერთებულ შტატებში უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქ მცირე რიცხოვანმა ებრაულმა საზოგადოებამ ჩვენს მცირე რიცხოვან მოკავშირეებთან ერთად სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რეალურ გავლენას მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური უხერხულობა ახდენს. და რა თქმა უნდა, ამას ემატება ისიც, რომ ირლანდია 1 ივლისიდან გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას და ირლანდიის მთავრობა 6 თვის განმავლობაში იქნება თავმჯდომარე. ეს მატჩები ემთხვევა თავმჯდომარეობას, მაგრამ ასევე ემთხვევა ირლანდიის მთავრობის მცდელობას ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირის სხვა წევრებზე, რომ შეაჩერონ ისრაელთან ასოცირების შეთანხმება. ალან, მაპატია, ალან. დრო ცოტა გვაქვს, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომელიც მინდა დაგისვათ, მოგვიყევით ებრაული თემის შესახებ. გულისხმობ, რომ საკმაოდ პატარაა და თქვენ, როგორც ამ თემის წევრი და ისიც, რომ მართლა მიაღწიეთ ლიდერულ პოზიციებს და მთავრობაში მოხვედით, ესეც საკმაოდ აღსანიშნავია. დუბლიში ებრაული თემის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2500-დან 3000-მდეა. თემი მოიცავს ორიგინალურ თემსაც, რომელიც დაახლოებით 1200-დან 1300-მდე ადამიანს შეადგენს. ამასთან ერთად, ბევრი ემიგრანტი, ისრაელელი, ამერიკელი და სხვა ებრაელი ადამიანია, რომლებიც დროებით მუშაობენ ირლანდიაში მრავალეროვნულ კომპანიებში. ისინი აქ არიან თავიანთ ოჯახებთან ერთად, ზოგი შეიძლება დარჩეს, მაგრამ ატმოსფერო ირლანდიაში სულ უფრო ტოქსიკური ხდება. ებრაული საზოგადოება ზეწოლას გრძნობს. ჩვენს ინსტიტუციებს დაცვა სჭირდებათ მაშინ, როცა ეს თქვათ 10 წლის წინ საჭირო არ იყო, როცა რაიმე ღონისძიება ტარდება. და ფაქტობრივად ებრაული საზოგადოება აღმოაჩენს, რომ მათი ღონისძიებები ან გაუქმებულია, ან თავად მათაც გარიხავენ. იმ კონტექსტში, რომელშიც მე ვმონაწილეობ ისრაელის მხარდასაჭერად, ერთ-ერთ ჩვენს პრემიერ ლიგის საფეხბურთო მატჩზე იყო დიდი ბანერი გამოფენილი, რომელიც მაყურებლებმა დაიჭირეს და კონკრეტული საფეხბურთო კლუბის წევრებმა ორგანიზეს. პირადად მე მათ დადანაშაულებდნენ იმაში, რომ 20,000 ბავშვის მკვლელობაზე ვარ პასუხისმგებელი. ვაუ. ეს არის ატმოსფერო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ასე რომ სოციალური მედია, ირლანდიური სოციალური მედია, მუქარის შემცველი და ტოქსიკურია. ჯერჯერობით ჩვენ არ გქონია ისეთი ძალადობრივი შემთხვევა, როგორიც ნახეთ გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, სიდნეიში და შეერთებულ შტატებში. მაგრამ ბევრს ჩვენგანს ძალიან დიდი შიში აქვს, რომ გარდაუვალია მომავალში აქაც მსგავსი ტრაგედია მოხდება. ვაუ, ალან შატერი, მადლობა რომ აქ ხართ. და ეს უბრალოდ ისეთი შემაშფოთებელი თემაა, როცა ხედავ რას გადიან იქ ადამიანები და როგორი სიძულვილია ისრაელის მიმართ. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი დროისთვის. ნახვამდის.